მიმდინარე წლის 30 აპრილს დაახლოებით დილის 6 საათზე ვაგზლის მოედნის მიმდებარედ ეგრეთ წოდებული ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე არსებულ ბაზრობაზე გაჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც სრულად დაიწვა 15,000 კვადრატული მეტრი სავაჭრო და სასაწყობო სივრცე. ამის შესახებ მედიას სახანძრო სამაშველო მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან მოსელიანმა მედიასთან განაცხადა. Მეთიდან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე ხანძარი გავრცელებული იყო ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე სავაჭრო ფართზე. მეხანძრე მაშველების მიერ დროულად მოხდა რეაგირება, დროულად გამოცხადდნენ ადგილზე ჯგუფები. დაახლოებით ხანძრის ხვრობაში ჩართული არის 30 სახანძრო სამაშველო ავტომანქანა, ასევე პირადი შემადგენლობა. მეხანძრე მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხდა ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდაცია. ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია, მიმდინარეობს ხრჩოლავი კერების დამუშავება. რაც შეეხება მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კლინიკებს, მეხანძრე მაშველების მიერ მოხდა აღნიშნული კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაცია. დაშავებულების შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ გვაქვს. ზოგმა მოვაჭრემ მოასწრო სასაწყობე ფართების იმ ნაწილის პროდუქციისგან დაცლა, სადაც ხანძარი გავრცელებული არ იყო. დაზარალებულების თქმით, გაჩენილი ხანძარი სრულიად გამიზნულია და არ ეთანხმებიან იმ აზრს, რომ ეს ელექტროენერგიის გამო გაჩნდა. საქონელზე მუშაობთ, ძვირიან საქონელს. მეცოდინება ეხლა მიზეზი არავინ არ იცის. ვერაძროს ვერავინ ვერ გაიგებს. ყოველთვის კაი გამოუხმაურება ყველაფერს, მაგრამ ბოლომდე არავინ არაფერს არ მიიყვანს. აი აქ იცი 100,000-მდე ზარალი მქონდა ბავშვთა სამყაროში, დღემდე ესე ვარ. გაშლეპილი ხელებით. და კაპიკებზე მუშაობდი და რამდენი ტავარი მაქვს იცია მოტანი 1500 ლარის. 10 ლარიანი პომიდორები მაქვს და აბა მეცოდვა ვარ. ხოდა სულსათის მაღაზია. გამოტენილი საქონლით. ერთი 30,000 ლარის საქონელი მქონდა და 4,000 ლარი ფული დავტოვეთ უხელიშით. ჩემი და სხვისი. აჰა, გადმოვიხედე დღეს იქიდან და იწოდა ყველაფერი. ერთი აზრად არ მოვიდა ვიდმეს, რომ ცარიელი ტერიტორია იყო, უხანა მხარე, რომ ჩამდგარი იყო. სახანძრო მანქანა და აქედან მიეცხა წყალი და გადარჩენილი იყო რაღაცა ნაწილი მაინც. ერთს არ მოვიდა აზრად. ბორჯომის ბაზარზე გაჩენილი ხანძარი ნაკლებად ჰგავს შემთხვევითად გავრცელებულს. ფაქტობრივი გარემოებები და პარალელური პროცესები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ცეცხლის შესაძლოა მიზანმიმართულად იყოს გაჩენილი. ტერიტორიას მნიშვნელოვანი ეკონომიკური პოტენციალი აქვს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ვარაუდს, რომ მომხდარი გარკვეული ჯგუფების ინტერესებს ემთხვეოდა. ეს მხოლოდ გამოძიებამ უნდა დაადასტუროს ანუ არ ყუს, თუმცა დაზარალებულების მხრიდან ეჭვები უკვე გახმოვანდა.